მარტო სახში რო ემზადებიან, ისე გავემზადეთ, თვალის პაჩებიც დავიკარი, გავეშურეთ სომხეთისკენ. ერევანში 2018 წელს ვიყავი, ჩემმა დამ წამიყვანა. დიდი მოგზაური მე არ ვარ, მაგრამ ოჯახთან ერთად ძალიან მიყვარს მოგზაურობა. მაშინ მხოლოდ ერევანში ვიყავი, დილიჟანი გავლით არ მინახიათ მეწინა. ეს საზღვარზე გადავედით, უხასიათოდ ვიყავი და განწყობა გავამიგეთ კბილეულმა. გადავედით საზღვარზე და ლორესკენ გავეშურეთ. ლორეც გაგვივლია, მაგრამ მე არ მინახია. ეს 1118 წელს დავით აღმაშენებელს საქართველოსთვის შემოუერთებია ეს ტერიტორიები, მაგრამ შემდეგ დავკარგეთ. ძალიან ლამაზი მთაგორიანი ადგილები იყო, ულამაზესი. ჰაერიც მშვენიერი. შემდეგ გამოჩნდა ზღაპრული სევანი. ისეთი თვალუწვდენელი, ისეთი თვალწარმტაცი, ისეთი ფერები იყო, ღმერთო, საოცრება. ჰაერიც ზღაპრული. სევანის მონასტერში ავედით. იქიდანაც უამრავი ფოტოები და ვიდეოები გადავიღე, ისეთი ლამაზი იყო. აქ ნახატები დავაფიქსირე, გზადაგზა. აქ ხედები გადავიღე, მერე დედაც დავაყენე და გადავუღე. ამ ტაძარში რაღაცნაირი პირქუში იყო შიგნიდან, ხატები ეკიდა, მაგრამ კედლებზე არ ეხატა. სასანთლე კი გვერდზე აქვთ წყალში. ეს ნახეთ ულამაზესი ხედები ზღაპრული. ტაძარი ესეთია. მუქი ფერის ქვებით გაწყობილი. ნახეთ, შიგნიდან არ არის მოხატული. და ცოტა მუქ ფერებში აქ წყალში იყო ესე. ეს რესტორანი, რომელშიც უზღაპულესი გარემო იყო, თოლიებით სავსე. დაფარფატებდნენ, დანარნარებდნენ ზღაპრული სილამაზე დამხვდა, ისეთი სილამაზე, რომ ვერ ვეშვებოდი. აქაც გალერეა გადამევსო. იმდენი ფოტოები და ვიდეოები გადავიღე. ამ სევანის ფონზე კიდევ უფრო ლამაზი იყო მათი ფრენა. რესტორანში დავსხედით ულამაზესი ხედები. ნახეთ და ქაბად მივიმართეთ. ეს ნახევრა საყვარლები არიან. მე კი ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან თერაპიული და ზღაპრული გარემო. ამ ბოლო დროს წყალს სადაც ვნახავ, ყველგან ისე სასწაულად მიმიწევს გული. ეს არის, არ ვიცი, ზღაპრული გარემო. ამის მერე თუ რამე გამოკვირვებდა, არ ვიცი, მაგრამ კიდე გაოცებული დავჭი, როდესაც შევედით სასტუმროში, ზღაპრულ გარემოში, ბეჭდების ბრძანებელი, ყველა მიცით ხო? ეს იყო ჰობიტების დასახლება, ულამაზესი. ნახეთ რა ულამაზესი გაკეთებულია ყველაფერი. ჩემი ძმა გიჟდება ამ ფილმზე. ისეთი გაოცებულები და აღფრთოვანებულები და აღტაცებულები და განცვიფრებულები ვიყავით, რომ ვერ მალავდით ვერც ერთი ემოციას. მე ყველა დეტალი მინდოდა რომ დავაფიქსირებინა. ნახეთ როგორი სასწაული გარემო. მართლა ზღაპარში მეგონა თავი. შემდეგ ძველ დილიჟანში გავეშურეთ. დავდიოდით ესე. აქ ეხავე გეტყვით. ხაჭაპური. დილით ისევ გადავიღეთ უამრავი ვიდეოები, ფოტოები. ეს ზღაპრული გარემო გვინდოდა რომ მთლიანად აგვეთვისებინა, ისეთი სილამაზე იყო. საუზმეც ნახეთ როგორი მოგვართვეს. ერევანში გავეშურეთ. კასკადი, ეს ფუმფულა ქალი, მის ფონზე ვიპოზიორეთ. კასკადის შიგნით გამოფენებია, სულ და მაშინაც ვნახე ეს გამოფენა. ესკალატორზე რო ადიხარ, იქ არის ესეთი მოდერნისტული სტილის ქანდაკებები და უცნაური სტილის ნამუშევრები.
რომლებიც სულ მუდამ არის გამოფენილი. შემდეგ მესროპ მაშტოცის დამწერლობისადმი მიძღვნილი ეს უზარმაზარი ნამუშევარი ვნახეთ, როგორ შეიქმნა ეს დამწერლობა. ისევ ავედით ზედა სართულებზე, ისევ დავაფიქსირეს დეტალები შეძლების დაგვარად. ნახეთ, ესეთი სტილის რაღაცეები იყო. ყველაფერი მინდოდა რომ გადამეღო. ყველაფერი დეტალებში მინდოდა გამომეჩინა. ესეც რა ლამაზია. აქედან ჩანდა ერევანი ხელის გულზე. აქაც ფოტოები გადავიღეთ, დავტკბით ამ ხედებით და გამოვედით, შემდეგ წამოვედით სასტუმროში, დაღლილები ცოტა დავისვენეთ და შემდეგ ერევნის ცენტრში გავისეირნეთ. აქ ესე მომღერლები დგანან, უამრავი მაღაზიებია, უამრავი ლეონარდო და ვინჩის ნახატია. შემდეგ რესტორანში ქავაბი და თევზი მივირთვით და ისევ ცენტრისკენ გავეშურეთ. აქ ნახეთ როგორი სავაჭრო ცენტრია. მშრალი ხიდიც აღმოვაჩინე. იჯდნენ და ესე ხატავდნენ, ისხდნენ. მაშინაც იყო, მაგრამ უფრო დიდი. ის არ გვინახია ახლა. ეს მთავარი ქუჩა, აქ ყველა მიცდის, როგორ დამიწურავენ წვენს ამ წვენთან დაკავშირებით კურიოზი შემევთქვა. რესპუბლიკის მოედანზე ფანტანებთან მივედით. დედა და მამა დაღლილები იყვნენ და დაისვენეს აქ და ძალიან ესიამოვნათ ეს გარემო. მამამ თქვა, რომ ადრეც ვიყავიო და მაშინ ეს ფანტანები ცეკვავდა. აქ ნახეთ ბავშვები როგორი ჭრიამულით მოდიან. არ ვიცი ეს რა იყო, რაღაც ცვლილობა დავაფიქსირე. ესეთი ყიჟინით მოდიოდნენ. აქაც დავტკბი ამ სილამაზით. და ამ დამასობაში 8 საათი უნდა გავხდარიყო და ეცეკვა ამ ფანტანებს, მაგრამ არ იცეკვეს. წამოვედით სასტუმროსკენ და გზად უფრო ლამაზი რაღაც ვიპოვეთ. ნახეთ, ეს ლამაზია, ფერად-ფერადი ფანტანები, ზღაპრული. პატარა ბავშვები ვიტყვიხარო და ძილის წინ კარგად განვიტვირთეთ. ისხედ 9 საათი დაახლოებით. დედა და მამა ვაპოზიორეთ, ნახე, რა საყვარლები არიან. ნახეთ, საყვარლები. ამ ფერადოვანი გარემოდან დავისვენეთ, დილით გარნისკენ გავეშურეთ. გარნი არის უძველესი წარმართული ტაძარი, რომლებიც ძველი ელინისტური სტილის სვეტებით და ჩუქურთმებით არის გაკეთებული. რაღაც ძალიან განსაკუთრებული იყო ესეც. მართლა შთამბეჭდავი. აქედანაც ულამაზესი ხედები ჩანდა და გადავიღეთ ბევრი ფოტოები. ძალიან ბევრი. აქ შეხვდა ქართველი და გითხრა, რომ ამ ხეობაში არის თურმე ქვების სიმფონია, ასე ქვია. და არის ორღანის მსგავსი ქვებით ბუნებრივი ქანებისგან გაკეთებული ულამაზესი ხეობა. ესეც სასწაულად ზღაპრული რამე იყო. ისე მომეწონა ისე, რომ გეოლოგიური რაღაცები და ქვები ისედაც მიტაცებს და სულ ბოლომდე ჩავყევით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელო და ისეთი ბედნიერები ვიყავით ყველა. აქ წყალი ნახე, როგორ მირეკრაკებს. აქ კი გუბესავით, ტბასავით იყო და თევზები დაცურავდნენ. პატარა ტბორი იყო რაღაცნაირი. დედამ მე ტრანსპორტით ამოვალო, ჩვენ კი ფეხით ავისეირნეთ. გავაცილეთ დედა.
აქ რაღაცებს ვეხუმრებოდი, ხელი დამიქნიე მეთქი და რაღაცეები. ნახეთ. ეს ისეთი საყვარლად მღეროდა. ამ სტილის სიმღერები არ მიყვარს, მაგრამ ისეთი გულში ჩამწყდომად მღეროდა, გადავიღე. შემდეგ ხორვირაპის ციხე კი არა და ტაძარში მივედით. აქაც უკვე კარგად დასიცხულელები და დაღლილები ვიყავით და უფიქსირე წირვა მიდიოდა, დიდხანს არ გავჩერდით. არარატის მთები გადავიღე, აქ იყო ულამაზესი ქვების და წამოვიღე. სუბზინავდა. შემდეგ დილიჟანში წამოვედით. ჩვენი სასტუმრო ისევ გზად ვეცადე გადავეღო. შემდეგ მიმინოს ძეგლთან ესე მივედით და წამოვედით და